საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით 2026 წელს პირველი ვიდეო ლაივი მაქვს. მინდა მოგილოცოთ ყველას ახალი წელი, დამდეგიშობა. და რა ვიცი, გისურვოთ ყველაფერი კარგი ამ წელიწადში და საერთოდ ჩვენ ქვეყანას და მსოფლიოს უსურვო ყველაფერი კარგი, მაგრამ მე საერთოდ სიმართლე მიყვარს. არ შეიძლება თავის მოტყუება ზოგადად სირაქლემის პოზიციაში ყოფნა და მინდა გითხრათ, რომ 2026 წელი როგორც ანალიტიკოსები და როგორც ანალიტიკური ცენტრები აღნიშნავენ და როგორც მსოფლიო მოვლენები აჩვენებს, იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული წელიწადი და ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი წელიწადი. ამიტომ ჩვენ ვისურვოთ და დანარჩენი უბრალოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ ყველანაირი პირობა არის საამისოდ. არა მარტო უკრაინის კონფლიქტი, იქ ტაივანში რაც ხდება, იქ სამხრეთ ამერიკაში რაც ხდება და სიმართლე გითხრათ, ახლა ერთი შეხედვით ნამდვილად ქართველებს წესით და რიგით, რო ვთქვათ, ნამდვილად სადგცალია და რაში გვაინტერესებს და ცხელა უბრალოდ სხვა ქვეყნების პრობლემებზე ვისაუბროთ და სხვა ქვეყნების პრობლემებით ვიყოთ დაკავებული, მაგრამ რაღაცა გლობალურადაც ხო უნდა იყოს ადამიანის საქმის კურსში უბრალოდ რა ხდება შენ ქვეყანას, რა ელოდება და ის რაც დღეს შეიძლება ოკეანის გაღმა ხდება, ხვალში ჩვენთან მოხდეს, ისე არის დრო აჩქარებული და მოვლენები და მეორე ამბავიცაა კაცო, ახლა გადავხედოთ და შევხედოთ სხვა ქვეყნებს და ცოტა გულზე მოგვეშვება, რომ სხვაგანაც რთული სიტუაციაა და მარტო ჩვენთან არა ეს უბედურება ახლა ხო ვიცი მე ეს ადამიანების ფსიქოლოგია და ამიტომ უყვართ საქართველოში განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა, რომ სხვაგან მეტი დაქცეული გონიათ მდგომარეობა ვიდრე თავიანთ ქვეყანაში. ასე რომ ისე წესით და რიგით ამ ახალმა წელმა კარგად გამოაჩინა ის, რომ ის რასაც ჩვენ საუბრობდით ამდენი ხანი და რაზეც იყო საუბარი, რომ საქართველოს ქართველების გარეშე და დექართველიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ივსება ქვეყანა 1000 ჯულის ხალხით, არაბებით, ინდუსებით, ირანელებით და ასე შემდეგ. აი უკვე ბრმა და ყრუ უნდა იყოს ადამიანი, რომ ამას ვერ ხედავდეს. ხალხი უკვე თბილისში თავისუფლების მოედანზე, იმ კონცერტებზე და იმ ტაშპანდურებზე, რაც იმართებოდა საერთოდ საახალწლოდ, ერთი ქართველს ეძებდა უბრალოდ თბილისში ეძებდა თავისუფლების მოედანზე ქართველს. იმიტომ რომ იყო სულ უცხოტომელებით გავსებული იქაობა და მე რა მოხდა კაცო, ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა, ომი ხო არ არის კაცო და რა მნიშვნელობა აქვს დანარჩენს რა მოხდება და მიშა ხო ციხეშია და ხო არ გამოვა და ამის შემხედვარეს რაზე უნდა კონდეს საუბარი, მაგრამ ფიქრობთ სიმართლე გითხრათ, ახლა ირანში ისეთი მოვლენები მიმდინარეობს, სასაუბრო თემა არის თქო და მინდოდა მესაუბრა, მაგრამ უცებ ახლა ისეთი ამბავი მოხდა ამ დილით, ნამდვილად ჩავთვალე იმის ღირსად და ფასად, რომ გვესაუბრა. ამ დილით გამოაცხადეს მთელი მსოფლიოს ნომერ პირველი ნიუსები არის, სიახლეები არის ის, რომ ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა შეიპყრო ვენესუელას პრეზიდენტი მადურო და უკვე ნიუ-იორკში არის და თავის მეუღლესთან ერთად განსასჯელის სკამზე ბრალდებას ელოდება რა. ოხ, მადურო, შეუმადურო შენ, გუშინ კაც თავი ის გეგონა და დღეს ხო ხედავ. სადამოყავი თავი, როგორია ცხოვრება. ამან თავისთავად ახლა მთელ მსოფლიოში თავისებური რეაქციები გამოიწვია, როგორც უნდა ყოფილიყო ზოგადად, რა თქმა უნდა, ამერიკის მომხრეებმა პირში წყალი ჩაიგუბეს და ჩვენო მაგისო ლეგიტიმაციასო მაინც არ ვცნობდითო, ამიტომო არ გვადარდებს მადუროს რა მოუვა და რა მოხდებაო. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა ძირითადად კოლუმბიამ, ბრაზილიამ, კუბამ ერთი ამბავი ატეხეს, რომ ეს ნეოკოლონიალიზმი არის და რუსეთი რა თქმა უნდა გამოვიდა და ახლა გმობს ამ ყველაფერს და რაც თავარია ჩვენი ლიბერასტები არიან ძალიან გახარებულები. ძალიან გახარებულები არიან ჩვენი
ლიბერასტები ახლა ჯერიო ირანის დიქტატორზე არისო და აი ირანის დიქტატორს რო დააკავებენო მაშინო მოგვარდებაო ყველაფერიო ჩემს გვერდზეც უამრავი ესეთი კომენტარი იყო და ზოგიერთი ეს შიგევროპელები გახარებულები არიან რომ შეიძლება ერთ დღეს შავმა ქორმა ჩამოიფრინოს და ჩაავლოს უცებ ბიძინას ხელი და წაიყვანოს იმაში რა ქვია ციხეში და გამოსკვანჩოს და იქ წაუყენოს ბრალი. ოცნება არა მავნე უბრალოდ საქართველოს ვენესუელა არ არის და თუ რატო არ შეიძლება ესეთი რაღაცები მოხდეს რომ არა მარტო ნავთობი არაფერ შუაში რო არ არის ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. მოკლედ რეალურად რო შევხედოთ ამ ყველაფერს რა მოხდა? მოხდა ის რომ ერთი ქვეყნის ვინმეს მოსწონს პრეზიდენტი არ მოსწონს პრეზიდენტი, დიქტატორია, არაა დიქტატორი, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო სამართალი ასეთ რაღაცას არ ცნობს, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტს არ მოსწონდეს მეორე ქვეყნის პირველი პირი, არ ვიცი მნიშვნელობა არა აქვს იმას მეფე ერქმება, დიქტატორი ერქმება, პრეზიდენტი ერქმება და მისი ან ლიკვიდაციის უფლება ქონდეს, ან ტყვეთ აყვანის უფლება და ბრალდების წაყენება, მაგრამ ხო ამერიკელებიზე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ ვრცელდება, იმიტომ ძალა აქვთ. ასე მოხდა ერაყში, შეიჭრენ სადამ ჰუსეინი ჩამოახჩვეს, ასე მოხდა ლიბიაში, შეიჭრენ, დაამხეს იქაური ხელისუფლება და აჯანყებულებს ჩააქოლიეს, მოაკლევიეს და გააუპატიურებიეს კადაფი. ხო და ახლა აქ უფრო მეტი ცივილური მეთოდებით მოხდა, აქ უბრალოდ თავისი სპეცრაზმი გაგზავნეს, მოიტაცეს, ჩაიყვანეს და გაასამართლებენ ახლა ამერიკისთვის ჩადენილი დანაშაულებების გამო. და ბრალდებები იქნება ბლომად წაყენებული, ალბათ ამერიკაში თან შეკრებითობის კანონმდებლობა არსებობს ანგლოსაქსური სამართლით და ალბათ გამოუყვანენ ერთ 200-300 წელიწადს და დაალპობენ ციხეში და ეგ იქნება მადუროს ბრალი და განაჩენი. ესაც სიმართლე გითხრათ ტრადიციულად შეხება გვაქვს იმასთან რაც ყოველთვის არსებობდა თუ რამე ეხება ძლიერი ქვეყნის ძლიერ ესე რომ ვთქვათ მმართველს რომელსაც შეუძლია რაღაცა გააკეთოს და დარჩეს უდანაშაულოდ ეს ყველაფერი მსოფლიო პოლიტიკაში ეგრე რჩება. ძველი გამონათქვამია რაც ეპატიება იუპიტერს ის არ ეპატიება ხარს. შეიძლება ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერქვას, მაგრამ ერთს უფრო მეტი ძალაუფლება ქონდეს და გავლენა ვიდრე მეორეს. ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა ამერიკამ თავისი მოწინააღმდეგეს ვინც ჩათვალა საჭიროდ რომ შეუძლია მისი ნეიტრალიზება ამ ფორმით და ის შეასრულა. არავინ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს მაგის გამო არ დასჯის და თავისთავად გაგრძელდება ეს პროცესები, მაგრამ რასთან აგვაქვს ჩვენ საქმე რეალობაში უკვე რასთან აგვაქვს საქმე, რა გამოიკვეთა უკვე 2026 წლიდან რისკენაც მიდიოდა ეს ყველაფერი, მე ადრეც მქონდა საუბარი ამ საკითხებთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც დივენსი რო ჩამოვიდა აქ და მიუნხენის კონფერენციაზე ქონდა საუბარი და მთელი ევროპის ლიდერებმა წვირი რო ჩამოუშვეს და ჩვენი მოკავშირე აღარ არის შეერთებული შტატები და გაგვწირა და გაგვყიდა და მერე ის უკრაინაში რაც ხდებოდა ეს მოვლენები მე გარკვევით საუბრობდი ამ საკითხებთან დაკავშირებით რომ ტრამპის და ზოგადად ამერიკული პოლიტიკური ელიტის საერთოდ მიდგომა იცვლება და მათი მიდგომა ყველაზე მეტი ახლოს არის ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის მონროს დოქტრინასთან, რომელიც იქნა გამოცემული 1823 წელს და რომელიც შეადგენდა შემდეგნაირ მიდგომას. განსაზღვრავდა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ კურსს. ეს იყო შემდეგნაირი. ესე მონროს დოქტრინის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დარჩენილიყო დასავლეთ ნახევარსფეროზე და არ უნდა ჩარეულიყო აღმოსავლეთ ნახევარსფეროს საქმეებში. ევროპის იმპერიები მაშინ ძლიერი იყო საფრანგეთიც, დიდი ბრიტანეთიც, რუსეთიც, გერმანია თავისთავად ნელ-ნელა ძლიერდებოდა, იტალიაც კოლონიზატორი იყო და ამიტომ
თვლიდა შეერთებული შტატები იმას, რომ მას არაფერი ესაქმებოდა ევროპის კონტინენტზე, მაგრამ არც ევროპას არაფერი არ ესაქმებოდა დასავლეთ ნახევარსფეროში და ოკეანეთში, ასე რომ ვთქვათ რა. ეს ჩინეთის მიმართულებაზე, ასე რომ ვთქვათ, სამხრეთ ჩინეთის ზღვა, წყნარი ოკეანე, ჰავაი და ისე შემდეგ. ეს დოქტრინა მოქმედებდა შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი ხანი. პრაქტიკულად იყო გაყოფილი სამყარო ორ ნაწილად, იყო ამერიკული ინტერესების სფერო, რომელზეც შეერთებული შტატები პერიოდულად გაბატონდა, მთლიანად კონტინენტის ჯერ კიდე არ იყო დასრულებული შეერთებული შტატების, ასე რომ ვთქვათ, ტერიტორიული ერთეულების შექმნა. ეს ის პერიოდი არის, როდესაც ჯერ კიდე ასათვისებელი არის ლუიზიანას შტატი, მექსიკაზე წასართმევია ტერიტორიები, იქეთკენ ამერიკა-ესპანეთის ომი, იქ ალიასკა არის კიდე ხელში ჩასაგდები, ჰავაის კუნძულები და ესე შემდეგ და ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო დაკავებული დასავლეთის სფეროს ათვისებით. ეს ყველაფერი პრაქტიკულად ასე ვითარდებოდა და ასეც იქნებოდა გაგრძელებული, რომ არ მომხდარიყო პირველი მსოფლიო ომი. აი პირველმა მსოფლიო ომმა, რომელიც მოხდა იმპერიების გულში, კოლონიების გამო გერმანიას და სხვა დანარჩენ ევროპის ძლიერ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს მიცა საშუალება, რომ ევროპის კონტინენტზე თავისი გავლენა გაეზარდა, მაშინ უკვე ომის დასრულების დამასრულებელ ეტაპზე საერთოდ როგორც ჩვევია ამერიკელებს ჩაერთვნენ და თავიანთი გავლენის გაფართოებას სცადეს ევროპაზე და უფრო მძლავრად უკვე მიეცათ საშუალება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მთლიანი ევროპა იქნა დანგრეული და გასწორებული მიწასთან, ამერიკელებს თავისი გავლენა და სამხედრო წარმომადგენლობა მოეცვათ ევროპის თეატრზე. ამის შემდეგ მიდიოდა ჭიდილი სულ საბჭოთა კავშირს და დასავლეთის ბანაკს შორის, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთპოლუსიანი გახდა სამყარო და აქედან გამომდინარე შეერთებული შტატები იყვნენ მთელ მსოფლიოს მოდებული. დღეს, როდესაც უკვე საერთოდ მსოფლიო გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება, ის დაქცეული და წაქცეული რუსეთი ნელ-ნელა იკრებს ძალას და ისევ დგება ფეხზე, ისევ როდესაც ჩინეთი ძლიერდება თავისთავად თავის გავლენას ავრცელებს არა მარტო აზიაზე, ევროპაზე, აფრიკის კონტინენტზე და ასე შემდეგ, ამერიკელებმა დროულად ლამაზად წასვლა გადაწყვეტეს საერთოდ ევროპის თეატრიდან და ეს იყო პირველი მაჩვენებელი უკრაინაში. არ ვარ ძმაო ბობ მარლი, არა. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს ის, რომ ამერიკელებმა ნელ-ნელა ლამაზად დაიწყეს გასვლა ევროპის თეატრიდან და სად უნდა წასულიყვნენ შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ისინი ვერ დარჩებოდნენ ასე ამხელა გავლენის ქვეყანა უსაქმოდ და უმოქმედოდ, ამიტომ მათ ტრამპის სახით გამოაცხადეს, რომ შეერთებული შტატების მთავარი ინტერესები იქნება ოკეანეთის მიმართულებაზე და იქნება ამერიკის კონტინენტზე. გაიხარეთ ჩემო კარგებო, მეც გილოცავთ. გაიხარეთ მრავალს. ამიტომ იყო, როდესაც ტრამპი, მეორედ დაბრუნდა პრეზიდენტის თანამდებობაზე, მან პირველად ღიად განაცხადა, რომ მისი ინტერესების სფერო იყო კანადის შეერთება, ასევე გრენლანდიის შეერთება და სამხრეთ ამერიკის ნახევარ სფეროების ათვისება. ახლა კანადა დიდი ბრიტანეთის სადომინაციო არის და ძალიან მდიდარი ქვეყანა არის. გრენლანდია დანიის პროტექტორატში შედის და პრაქტიკულად დანიას არანაირი სამხედრო წარმომადგენლობა იქ დიდად არ გააჩნია,
უზარმაზარი მდიდარი კუნძულია და თავისთავად უმდიდრესი ვენესუელა. ვენესუელა ეს არის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა თავისი ნავთობის მარაგებით. ამიტომ მთელი ეს დოვლათი, რაც არის დასავლეთ ნახევარსფეროზე, ამერიკელები თვლიან, რომ ის უნდა იქნას მთლიანად ამერიკელების ხელში კონცენტრირებული და დანარჩენ სამყაროს კისერი უმტვრევია. სხვაგან გავლენას შეინარჩუნებენ, მაგრამ სხვა კონტინენტებზე ომს ისინი არ აპირებენ, განსაკუთრებით უკრაინელების გულისთვის. გაგცემთ პასუხს, გაგცემთ. და აი ამაში არის საქმე. ამიტომ ამერიკელები მოქმედებენ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და ზუსტად ეს დოქტრინა, რომელსაც მონროს დოქტრინა ერქვა, იქნა გაახლებული, ასე რომ ვთქვათ, აზრობრივად არა, იქნა სახელით გაახლებული და დაერქვა დონრო. ანუ დონალდ ტრამპის დოქტრინა. ის, როგორც გითხარით, ითვალისწინებს დასავლეთ სფეროზე მის დომინირებას და ამერიკელები ამ ყველაფერს შეუდგნენ. სხვა არაფერი არ იკვეთება აქ და ფაქტია ის, რომ ამერიკელებმა, ახლა ევროპის რომელი ქვეყნები უნდა ჩაერიონ ამ ყველაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ ეს ყველაფერი რუსებთან რუსეთთან ეს ყველაფერი შეთანხმებული არის, მათ ჭირდებოდათ უკრაინის საკითხებში პუტინთან დაკავშირება და მრავალ თემებზე საუბარი, სადაც გაიყოფდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ სფეროებს, რა თქმა უნდა, რუსებისთვის საინტერესო არის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის უკრაინა, მათი გავლენები ძლიერი იყო სამხრეთ ამერიკაში და განსაკუთრებით ვენესუელაში, ამიტომ ფაქტია ის, რომ როდესაც პუტინი და ტრამპი ხვდებოდნენ ერთმანეთს, ეს ალიასკაში იყო, მას შემდეგ დაიწყო ამერიკელების როლის შემცირება უკრაინაში, ნელ-ნელა გასვლა, ხოლო ამერიკელებმა დაიწყეს თავიანთი, ესე რომ ვთქვათ, ფლოტის მობილიზება, ალყის შემორტყმა ვენესუელაზე და განახორციელეს ის, რაც განახორციელეს. ახლა ეს რამდენად საერთაშორისო სამართალში ჯდება, ეს ცალკე საკითხი არის, იმიტომ რომ თუ კი შესაძლებელი არის ის, რომ ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყნის პრეზიდენტი შეიპყროს, ჩამოიყვანოს, გაასამართლოს, ესე იგი გამოდის, რომ ძლიერთა სამართალი არის, ხო, რომელზეც ნამდვილად აიჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. მაშინ გამოდის ის, რომ ალბათ რუსებს, რომლებსაც მეტი ძალა გააჩნიათ დღეს, რომ ტევ პირველის ჟურნალისტები 24 საათი ლაპარაკობენ იმას, რომ აი ამერიკამ აჩვენა რუსეთს თუ როგორ უნდა ჩაატაროს ოპერაციები და არა ისე, როგორც ისინი ოპერაციას ატარებენ უკრაინაში. ესე გამოდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად რუსეთს აქვს საშუალება საერთაშორისო სამართალში მოწინააღმდეგე ქვეყნის პრეზიდენტები მოკლას, გაანადგუროს, გაასამართლოს, დაბომბოს, ტყვეთა იყვანოს, ჩაიყვანოს რუსეთში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში ან სადმე გაასამართლოს და ამით მოაგვაროს პრობლემა. ეს ნორმალურია? ქალბატონო დაჯი, მე შენთვის არ შემიგინებია, მაგრამ იდიოტიზმს როდესაც ლაპარაკობ, ისე გესმის ახლა შენ სოფლიო პოლიტიკა და ისე გესმის ახლა შენ აიათოლების პრობლემა და ირანი და ბედნიერი იქნები, რომ ის არა ქვია, შემდეგი იქნება აიათოლა ხომეინი. აიათოლა ხომეინია და ირანში რაც ხდება, ის რომ მოხდეს საქართველოს ისედაც გადავლის პირასაა, თლად გადაულიან, მაგრამ ქართველებს ტვინი არა გაქვთ თავში ბიძია. ოღონ ვიღაცის ბანდაში იყოთ და გესიამოვნებათ, რომ რას გაძლევთ თქვენ მადუროს ყოფნა არ ყოფნა იქ. რაც შეეხება აღიარების საკითხს, ეს ენა რო აქვს წამოგდებული, რომ აფხაზეთი აღიარა და სამაჩაბლო აღიარა და ამიტოაო კარგიო. ბიჭო, თქვენ კაი დედმამიშვილებო, ჯერ ერთი მადუროს არ გაუკეთებია აღიარება აფხაზეთის და სამაჩაბლოს. აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება ისიც რაღაც ეს სიტყვიერ დონეზე მოხდა ეგ ყველაფერი, თუმცა რა ვიცი,
საელჩოები აქ გქონია დახსნილი აქეთ-იქეთ, მოხდა უგო ჩავესის დროს. უგო ჩავესის დროს მოხდა აღიარება, ის პრეზიდენტი მკვდარია, რა თქმა უნდა, იმან მისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა ეს ყველაფერი, რომ იაფად შეეძინა რუსეთიდან იარაღი და თავისი ნავთობის ინტერესები გაიკეთებია. მსოფლიო პოლიტიკა, აბა რა უნდა იქნა, ახლა იდიოტები არ არიან, ახლა თავის საზიანოთ არ გააკეთებდნენ რაღაცას. რუსეთს არ დაუპირისპირდებოდნენ საქართველოს გულისთვის. ესაა მსოფლიო პოლიტიკა. და მერე რა იქნება ახლა თუ მადუროს დაიჭერენ. და მოვა სხვა. მოვა სხვა მაგალითად, ხო? აი რა მაგალითი ხელის გულზე? სირიაში ასადის რეჟიმმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ხო? მერე შეიცვალა სირიაში რეჟიმი და მოვიდა შიგ დასავლური პროდასავლური ისა პრეზიდენტი. რა შეიცვალა საქართველოსთვის? ვინმე წაიღო უკან აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება? რატო გგონიათ, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებას უკან წაიღებს მომდევნოს ვისაც დანიშნავი? ამას გაჯერებენ თქვენ უბრალოდ პროპაგანდა და იდიოტიზმი, რომ ეს ასე მოხდება. არ მოხდება ეს ასე. არ მოხდება, მოხდება ისე, როგორც ჩათვლიან იქ საჭიროდ. ეხლა ყველა გამოვა სამხრეთ ამერიკის მცოდნეები და სამხრეთ ამერიკაში შეერთებული შტატების სახელს ვერ უხსენებ ვერავის. ჭირის დღესავით ეზიზღებათ შეერთებული შტატები. ჭირის დღესავით ეზიზღებათ ქართველებში როა ახლა და ბალტიელებში როა განსაკუთრებით ეს რუსოფობია როა გაიმასწნელი. საქართველოში არა, ჯერ კიდე იმდენად. დიქტატორი, მოძალადე, გეზიზღებათ თქვენ ქალბატონო დაჯი, თქვენ არ გეზიზღებათ ის ქვეყანა, რომელმაც ბირთვული ბომბი ჩამოაგდო და ხალხი ამოხოცა უდანაშაულო, ის დემოკრატიული ბირთვული ბომბი იყო, თანაც ვორჯერ. თქვენ არ გეზიზღებათ ის მოძალადე ხალხი, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული გადაწყვეტილებებით სასამართლოს და გამოძიების უფლება არ მისცეს და კუბაში, იმას გუანტანამოს ბაზაზე 20 და 25 წელი ყავდათ აგერ იმას გამოკეტილი სასამართლოს და გამოძიების გარეშე. ამ დროს თქვენი მოძალადეობა არსად არ ჩანდა. ეხლა ზოგიერთი დებილი იმას იძახის, რომ აი საქართველოს გულისთვის გააკეთო. თქვენ ზოგს თავი აქვს მართლა მირტყმული, რომ ზოგიერთს მართლა ჯერა, რომ საქართველოს გულისთვის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გულისთვის შეიჭრა ახლა ისა რა ქვია დონალდ ტრამპი და იმასკნა რა ქვია წაიყვანა მადურო და გაასამართლებს და ასე იქნება და ისე იქნება. რა დონის ცნობიერება გაქვთ ხალხო და მე რო კითხო ამ ადამიანებს ყვა აქვს თავში. ჭირის დღესავით ეზიზღებათ სამხრეთ ამერიკაში შეერთებული შტატები. ატანა არა აქვს, იმიტომ რომ მთელი მათი არსებობის მანძილზე რესურსებით მდიდარი სამხრეთ ამერიკა, რომელიც უმდიდრესი ქვეყანა არის, ყოველთვის იყო, ასე ამბობდნენ, ჩვენი უკანა კარიაო, ამ მონტროს დოქტრინიდან გამომდინარე და რუზველტი, ოღონ თეოდორ რუზველტი და არა ფრანკლინ რუზველტი ღიად ატარებდა პოლიტიკას, რომელსაც ერქვა დიდი რკინის კეტის პოლიტიკა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ძარცვას, გლეჯვას, დასუსტებას და სრულად დამოკიდებულებას შეერთებულ შტატებზე. კი ბატონო, კი ვაკო მასია. ხო, ამიტომ ამერიკელებს ახალი არაფერი არ მოუგონიათ. ამერიკელები მოქმედებენ იმ ძველი დაწერილი დოქტრინით, რომელიც აპრობირებული არის, გამართლებული არის, რომელიც ითვალისწინებს პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების სიმდიდრის და ძლიერების შენარჩუნებას და დოლარის უზრუნველყოფას, ნავთობის მარაგების ხელში ჩაგდებას და ბედნიერ ქვეყნად ქცევას. რა იქნება თუ შეერთებული შტატები თავისას გაიტანენ? აი ელემენტარულად ვამბობ, სრულად გაბატონდებიან იმაში, რა ქვია, დასავლეთ ნახევარსფეროზე ვთქვათ, როგორც აცხადებდა ტრამპი, მიერთებს კანადას, მიერთებს იმას, რა ქვია, გრენლანდიას. აღმოჩნდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში იქნება ყველაზე დიდი ტერიტორიულად და ყველაზე მდიდარი ქვეყანა.
რომელსაც საერთო ჯამში ეყოლება მხოლოდ ერთი სახმელეთო მეზობელი. ეს იქნება მექსიკა. მექსიკიდან მოყოლებული სულ ბოლომდე იქნება მათი უკანა კარები. არც ერთ სხვა ქვეყნებს არ მიცემს განვითარების საშუალებას და არც სხვას მიცემს წყვილის ჩაყოფის საშუალებას. ეხლა რატო მოხდა ყველა საინტერესებს განსაკუთრებით ეხლა რატო მოხდა ეს ყველაფერი? საერთოდ ვენესუელას ისტორიას უნდა გადახედო ადამიანმა თუ გაინტერესებს როგორ იყო და რანაირად იყო, რატომ მივიდა ქვეყანა ამ დონემდე. ბევრმა არ იცის, ვენესუელა იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა. ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო 50-იანი წლებში, როდესაც მთელი სამყარო, როდესაც იყო ომებიდან გამოღლილი და დანგრეული, ვენესუელაში ასე ცხოვრობდნენ. 50-იანი, 60-იანი, 70-იანი წლები. აი მაგალითად პერიოდი, როდესაც მოხდა სუეცის არხის კრიზისი, როდესაც მოხდა ირან-ერაყის ომი, ამ დროს ნავთობით ხელის გულზე ცხოვრობდნენ. და მიჩვეული იყვნენ კაი ცხოვრებას. ასეთი კი არ იყო, ახლა რო არის დაქცეული და გაზვალტყავებული, მაგრამ ვერ შეიშნეს ის პერიოდი კორუმპირებულმა ელიტამ და როდესაც დაიწყო მთელი ქვეყანა იყო გადაქცეული ბენზოკალონკად. და როდესაც 85-86 წლებში დაიწყო ფასების დაცემა, ამან დაარტყა ვენესუელას ეკონომიკას. მის მერე ვერ წამოიდგა ამ ქვეყანამ წელი. მით უმეტეს, როცა დაემატა ამერიკის სანქციები. და ჩავარდა აი ამ დღეში. თავის კორუმპირებულ ლიდერებთან მერე დიქტატორები მოვიდნენ ერთი, მეორე, ესე შემდეგ და დიდარი ქვეყანა იყო და ვისრაში ჭირდებოდა კონკურენტად და მაქსიმალურად შეზღუდეს. კი, გასაგებია, რომ რა თქმა უნდა მიგრაციის პრობლემებიც იყო იქედან, მაგრამ ახლა ასე რამდენ ქვეყანაში არის პრობლემა, ყველა ქვეყანაში შერბის შეერთებული შტატები და ყველა ქვეყანაში ამხობს რა დიქტატორი აგერ ეს ხალი რო წერდა, აგერ რომ მეზიზღებაო მოძალადები დიქტატორები საუდის არაბეთში უნდა ნახოთ, ეს ჩვენი ძმა და მეგობრები რო გახდნენ. ქუჩაში აჭრიან პირდაპირ თავს ხმლით და ქალებზე საერთოდ ლაპარაკი არ აქვს, ქალთა უფლებები, ცხოველების უფლებებს გაუთანაბრეს ახლა. მოკავშირეა და ძმა არის ამერიკის შეერთებული შტატების და პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ ეს პროპაგანდაა ყველაფერი და ესაა ბოდოა. სხვა არაფერი. ხო და აი ეს პრობლემები არის მოსალოდნელი. რომელ პრობლემებსაც სიმართლე გითხრათ მომავალში შეიძლება ელოდოს საქართველოშიც. იმიტომ რომ თუ კი ერთ ქვეყანას აქვს თავისუფლად უფლება შეიჭრას მეორე ქვეყნის სივრცეში, დააპატიმროს პრეზიდენტი და გაასამართლოს მის ქვეყანაში, თავის დროზე ჟირინოვსკი ამბობდა, კაცო, რა მოხდაო, მერეო 2008 წლის ომის დროს. იმარაო, აგერო 2008 წელს ჩვენო რატო გავაკეთეთო ეს სისულელეო? უნდა შევსულიყავი თუ აგვეღო თბილისიო, დაგვეჭირა სააკაშვილიო, მთელი მათი ბანდაო ჩამოგვეყანა, აგერ როსტოვში გაგვესამართლებიაო და საქართველოსთვის როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაცია უნდა გაგვეკეთებიო და შეგვეერთებიაო რუსეთთანო. ხო ახლა იტყვიან ხო რუსებიც, კაცო, თუ ამერიკას აქვს უფლება იქ პრეზიდენტები აიყვანოს ტყვედ, თუ შეუძლიათ თავიანთი ნავთთან, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აბსოლუტურად ყველა პირველი პირები დიქტატორებს, რომელსაც ეძახიან, აბსოლუტურად ყველა მდიდარი ქვეყნების, ნავთობით მდიდარი ქვეყნების ისინი ჰუსეინიც, კადაფიც, მადუროც. მაშინ ადგება ახლა ვალოდია და იტყვის, რომ იქ იმას თუ შეუძლია, კაცო, ის გააკეთოს, ჩვენ აგერ კიევის რეჟიმთან იმდენი პრობლემები გვაქვს და იმდენი ისა გვაქვს, შევიჭრებით და გავანადგურებთ ჩვენც. დიდი ალბათობით ეს უკვე მოლაპარაკებულია. დიდი ალბათობით ეს უკვე მოლაპარაკებულია. და ძალიან გემრიელად შეუძლიათ რუსებს დაბომბონ ის ადგილები, რომელი ადგილებიც მაგალითად იღებენ გადაწყვეტილებას უკრაინის ომში. ამ შემთხვევაში რა იქნება? ამ შემთხვევაში ის იქნება, რომ აი ჩვენი გაგებით სისხლიანი პუტინი ამას აკეთებს. აი ტრამპს გაუმარჯოს ღმერთმა. მალე ჩამოვა, დაიჭერს ივანიშვილის ქოცებს და გაანადგურებს უბედურებას საქართველოში და ნამდვილ დემოკრატიას მოგვიტანა. ერთი ერაყში მოიტანა ნამდვილი დემოკრატია, მეორე სირიაში მოიტანა ნამდვილი დემოკრატია, მესამე ლიბიაში მიიტანა ნამდვილი დემოკრატია და საერთოდ
ამ ხალხის ბედითაა სულ შეერთებული შტატები შეწუხებული. მოკლედ, ჩემო კარგებო, აი ამის თქმა მინდოდა, არა მაქვს ახლა თავი უბრალოდ ყველა კომენტარებს გავცე და დაგიბრუნდებით ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალშიც და გავაგრძელოთ საინტერესო დისკუსია. ახლა კი ამით დაგემშვიდობებით, ახალი წლის დღეებია, არავის არ მინდა თავი მოვაწყინო ამ დღეს და ჩვეულებრივად შევუდგებით ჩვენს ვიდეო ლაივებს და იქნება გაგრძელებული ყველაფერი ისე როგორც ადრე. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს დამდეგშობას, უფალიქ ფარავდეთ და რა ვიცი, ყველაფერი კაი ჩვენი ქვეყნისთვის.